ადამიანებს, რომლებსაც გონიათ რომ გაიღვიძეს, იმის გამო რომ გაიგეს სიტყვა ჩაკრა რა არის, ენერგია რა არის და სული რა არის და ასე შემდეგ, რომლებსაც გონიათ რომ ამ ინფორმაციის გაგების შედეგად გაიღვიძეს, მათ არ ღვიძავთ სინამდვილეში. ისინი განიცდიან ცრუ ფსევდო გაღვიძებას. ხო, ეხა ეს რას ნიშნავს ეს ფსევდო გაღვიძება? თავად ეს ტერმინიც კი სიტყვა გაღვიძება საერთოდ არ შეესაბამება ადეკვატურ რეალობას, გაღვიძებას, რასაც უწოდებენ სინამდვილეში. გაღვიძება პირველ არის მთელი ცხოვრება. მთელი ცხოვრება იღვიძებ. გაიღვიძე და უნდა გაიღვიძო სულ მერე. გაღვიძება რაში გამოიხატება? იმაში რომ ჩვენ, როდესაც რაღაც მოვლენებს უყურებთ გარეთ, ჩვენ ხვდებით მის ნამდვილ წყაროებს. მაგალითად გახვედი დაინახე რაღაც მუქი სისტემა, всё, დღეს შენ გაიღვიძე ამ ნაწილში. მერე გამოხვედი, აღმოაჩინე რომ სრუა და ჭეშმარიტი ეს არის და აქაც გაიღვიძე. გაღვიძების პროცესი არასდროს არ ჩერდება. როგორ უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ნამდვილ გაღვიძებას მივაღწიოთ, რომ ნამდვილად გაღვიძება დავიწყოთ. წავიკითხოთ რაღაც წიგნები, თუ ვივარჯიშოთ, იოგა ვაკეთოთ, მედიტაციები ვაკეთოთ და ეს დაგვეხმარება იმაში, რომ მივხვდეთ სამყაროს მექანიკა როგორია. თვითჩაღრმავება ხომ არ გავაკეთოთ. ახლოს არის, მაგრამ საკმარისი არ არის თვითჩაღრმავება. პირველი, რითაც უნდა დაიწყოს ადამიანმა, რომელსაც სურს გაღვიძება, ეს არის თავისი გონის სტრუქტურის უკუ გადაპროგრამირება უნდა დაიწყოს. როდესაც ჩვენ აღვიზარდეთ ისეთ სისტემაში, სადაც საერთოდ მოწყვეტილია სულიერ პრინციპებს და კანონებს, სადაც არ გვასწავლიდნენ არც სამყაროს მექანიკას და სხვა დანარჩენს, ჩვენი გონის სტრუქტურა ისეა აგებული ამ სისტემის მიერ და სოციალური გარემოს მიერ, რომ ჩვენ დავექვემდებაროთ მუქის პროგრამებს გარეთ, ყველაფერში. იქ სიტყვების არ კონტროლით, იქ მოქმედებებით, უამრავი რაღაც ტონობით დაგვიდეს მუქმა სისტემებმა ისეთი მექანიზმები ჩვენ სისტემაში, რომ ჩვენი გაღვიძება ვერ მოხდეს უბრალოდ ფიზიკურად და ჩვენ რითაც აღვიზარდეთ სისტემურად, ჩვენი გონის სტრუქტურაში უნდა დავიწყოთ ამ სისტემების უკუ გადაპროგრამირება სულიერებაში. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩახსნა ჩვენს თავში მყოფი სისტემური ვირუსული პროგრამების. მაგალითად ის რომ ნორმად მიიჩნევა ერთი ადამიანი მეორეს განსჯის, ან იტყვის რას გავს, გაჭორავს, ან ცუცს უსურვებს, სიძვს ჩაიდებს გულში, ან ბოღმს ჩაიდებს გულში. ხვდები და ეს ნორმად მიაჩნია. ეს ძალიან მძიმე დარტყმებია ჩვენი ენერგეტიკისთვის და სწორედ ესეთი ცრუ სისტემური პროგრამების უკუ გადაპროგრამირება უნდა დავიწყოთ ჩვენს გონში და ამას თუ არ დავიწყებთ, ვერ ვიღვიძებთ ჩვენ. გაღვიძება არის, როდესაც შენ უბრუნდები შემქმნელის და შენი სულის ნამდვილ ოფციებს, ფუნქციებს და ამას რო დაუბრუნდე, უნდა გასუფთავდე შენ ამ სისტემური დაბინძურებებისგან, შემეცნების კუთხით, რასაც გვაძლევენ, რითაც აგზარდეს და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი იცის ეზოთერიაში ადამიანმა, სანამ არ მიხვდებით სამყაროს ძირითად სტრუქტურებს, თქვენ ხართ შეპყრობილები ყველანი. მეც რაღაც ნაწილებში შეპყრობილები ვართ ამ სისტემური ცოდნებით. თქვენ ყველამ უნდა დაიწყოთ სულიერი შემეცნებით ეგზორციზმი. რის მეშვეობითაც ამ სისტემურ ცოდნებს, რომელიც ნორმად მიგაჩნიათ, უნდა გაუშვათ და უნდა გააკეთოთ ამის ეგზორციზმი. შეპყრობილი ადამიანი აბა რა არის? განსჯის და ფიქრობს, რომ გაღვიძებულია. ამაზე დიდი შეპყრობა არ არსებობს. ის რომ შენ ფიქრობ, რომ გაღვიძებული ხარ და განსჯა ვერ მოგიშორებია. ან ფიქრობ, რომ გაღვიძებული ხარ და ვიღაცას ცუდი უსურვე და ეს ვერ მოგიშორებია. ეს არის ცრუში შეპყრობილობა, მოდი ესე ვუწოდოთ. ნამდვილად უნდა დაინტერესდე გარეთ რა ხდება. ვიღაცამ დაგიწერა და ამას იმეორებ ჩამწერი მოწყობილობასავით კი არა. შენ იყავი ამის მონაწილე, შენ გახდი ის, რასაც კითხულობ. შენ თუ არ გახდი ის, რასაც კითხულობ, შენ ამას ვერ გაიგებ. კონკრეტული ავტორები გვიქმნიან ილუზიას, რომ რაღაც ვიცით. ეხლა მე არც ერთს არ ვკითხულობ გამიზნულად. თუმცა ყველა წიგნი მაქვს სახლში. როცა მაგის მზაობა მექნება, გონში ჩემი ნამდვილი როცა მექნება, აი მაშინ წავიკითხო. სულმა წამძლია და გადავფურცლე და ერთი სიტყვა წავიკითხე. ოშოსი რამდენიმე წიგნი მაქვს და იქ ეწერა, რომ ადამიანებისთვისო სექსიო ისეთივე გახდება, როგორც მოსაქმებაო. და ეს რო წავიკითხე, ისეთი დარტყმა მივიღე ფსიქიკაში. ძალიან ცუდი დარტყმა მივიღე. მე კი არ მივიღე, მე მივხვდი სხვა რო კითხულობს რამხელა დარტყმებს იღებს ესეც. გაუცნობიერებელი გონი ამას ვერ გაიგებს. ის რას გულისხმობს? ჯერ ერთი როგორ შეიძლება ესეთი რაღაც შედარება ესე? არ შეიძლება ესეთი რაღაც შედარება, სექსი და მოსაქმება. მართალს ამბობს, მართლა ესე გახდება, მაგრამ როგორც ამბობს, ის მყიფე გონს დააზიანებს. საერთოდ ქაოსშია, იმიტომ რომ ცხენზე არ მჯდარა და პირდაპირ შეაჯდა 100 ცხენის ზომა ცხოველს და ცდილობს რომ გააჭენოს და გააჭენოს კი რა იქეთ აჭენებს ის.
და მე უკვე აღარ ხარ შენ უკვე ოშოს აზრის კლონი ხარ, იმიტომ რომ შენ სანამ იმ დიდ წიგნებს წაიკითხავ, ჯერ სამყარო უნდა წაიკითხო. და მე მიხვდები იმას ის რას წერს და ვერ მოგერევა მისი ცნობიერი არ გადმოვაში. ეხლა ვიღაცა იტყვის რომ ნეტა ოშოს კლონი ვიყო, არა, ჩინური გაყალბებული კლონი ხარ მაგ დროს, რომელიც არ მუშაობს. როგორც ეხლა რო ავიღოთ iPhone-ი და ჩინური პატენტი, რომელსაც ღილაკს რო აჭერ ვერ მუშაობს. ესეთი კლონებია გაღვიძებულები, ესეთ წიგნებს რო კითხულობს და არ კითხულობს ცხოვრებით. ფეიკი ოშოობა და ფეიკი კარლოს კასტანედობა არ არის გაღვიძება. ამიტომ არ ვკითხულობ კონკრეტულ ავტორებს ამ ეტაპზე, რომ ნამდვილი მქონდეს. ნამდვილი ჩემი და სამყაროსი მქონდეს. როგორიც არის ის გარეთ. დაკვირვების შედეგად და შესწავლის შედეგად. რა თქმა უნდა, ეხა შემეცნება ბევრი მაქვს, ყველაფერი შესწავლილი მაქვს. მაგაზე არ არის საუბარი, რომ შემეცნება არ მაქვს. მინდა წაკითხო, მაგრამ სპეციალურად არ ვკითხულობ ამ წიგნებს, რომ არ დაბინძურდეს ჩემი აღქმის ნამდვილობა. და ეხა ეს რას ნიშნავს? ყველა შემეცნება მე რასაც ვსაუბრობ, არის 100%-იანი სიმართლე. იმიტომ რომ მე რასაც ვსაუბრობ, წავიკითხე ადამიანებში, რეალურ ისტორიებში, საკუთარი ცხოვრების დაკვირვებით, ამ ყველა ადამიანებზე კვლევების შედეგად ამოვიდა საერთო სტრუქტურული რუკა, პროტოკოლები. სამყაროს მექანიკა უკვე ჩანს. საიდან? იქიდან რომ მე კი არ გადავწყვიტე რომ წიგნები ვიკითხო და ვერ გავიგო და ლამაზად ვილაპარაკო, არამედ დავიწყე ნულიდან დაკვირვებით ამ სამყაროში რა ხდება, შემდეგ ადამიანებზე დახმარების შედეგად უკვე სამყარო ხდება რომ თქვენ გაქვთ განზრახვა, იყოთ მაღალვიბრაციული და ამ განზრახვას მოყვება საშვი სამყაროს ბიბლიოთეკაზე, წვდომები. რის შემდეგაც უკვე ინფორმაციები ისეთი მოდის, რომელზეც პასუხები ყველაფერზე გაქვთ. აქ არის უნიშნელოვანესი ერთი ფაქტორი. თქვენ თუ გინდათ ნამდვილი შემეცნება მიიღოთ, თქვენი განზრახვა უნდა იყოს სხვების დახმარება, რადგან თითეული თქვენი ნიჭი თქვენთვის არ არის, ხოლო თითეული თქვენი ნიჭი განკუთვნილია ყველასთვის, ზოგადი საერთო სიტუაციისთვის. ვიღაცის ნიჭი შენი საერთო სიტუაციისთვის არის განსაზღვრული და გამიზნული. ყველას თითეული ნიჭი, თითეული მოქმედება განსაზღვრულია ერთმანეთისთვის. და თუ შენ ეს განზრახვა არ გაქვს, მაშინ დაივიწყე ნამდვილი გაღვიძება, იმიტომ რომ შენ უბრალოდ არავინ არ დაგელაპარაკება ამ სამყაროში შენთვის როცა ხარ. იმიტომ რომ ჩვენ ვართ როგორც ერთი სხეულის ნაწილი და ჩვენ ვართ თითეული უჯრედი და ეხა რომელიღაც უჯრედს რომ რაღაც გამოყოფა უნდა ჩვენი სხეულიდან, ის უკვე ცილდება სიცოცხლეს და იწყებს დანეკროსებას და მასში სიცოცხლე აღარ არის, იმიტომ რომ მოცილდა სიცოცხლის ნაწილს. თუ გინდათ ნამდვილი ძალა მოვიდეს თქვენთან, ნამდვილი ცოდნა მოვიდეს თქვენთან, თუ გინდათ თქვენი განზრახვა უნდა იყოს არა მხოლოდ იმისთვის რომ თქვენ გაძლიერდეთ, არამედ იმისთვის რომ სხვა ადამიანებისთვის გქონდეთ განზრახვა, რომ გაუზიაროთ ცოდნა, გაუზიაროთ მხარდაჭერა. მიზანი ეს არის. თუ ამას არ აკეთებთ, თქვენ ან მოგიწევთ რომელიმე ნაქურდ ნაძარც კრიმინალურ ენერგო ეგრეგორში ჩაეწეროთ, სადაც უკვე მათი საკვები გახდებით საბოლოოდ, ან მეორეს გზა გაქვთ. ის რომ თქვენ შეუერთდეთ შემქმნელის დაწყის, საიდანაც უკვე მოგეცემათ ის, რაზეც თითოეული მართლაც რომ ოცნებობთ, იმიტომ რომ თქვენ ან ერთი სხეულის ნაწილი ხართ, რომლის ნაწილიც ისედაც ხართ, ან ეყოფით ამ სხეულს და იწყებთ ჩაქრობას. და ჩაქრობა სწორედ ის მდგომარეობა, რომ ათასობით რაღაც კითხულობს ადამიანი და ვერანაირ შედეგს ვერ იღებს. მერე მიდის რაღაც რიტუალებს ცდილობს, რაღაცას ეძებს, ვერ პოულობს, ვერ იპოვის. ამაშია საქმე. და როდესაც უკვე სამყაროს მექანიზმი ხედავს, როდესაც შემქმნელი ხედავს, რომ შენი განზრახვა არის ის, რომ ეს შემეცნება იმისთვის გინდა, რომ ადამიანებს დაეხმარო, შენ უკვე გიგზავნის შესაბამის ადამიანებს იმისთვის, რომ შესაბამისი ცოდნები მიიღო. შესაბამის ინფორმაციას გაწვდის, შესაბამის გადაკვეთებს გაძლევს, რომ შესაბამისი ცოდნები დაგილაგდეს მომავალში, რომ სწორი გზა გაიარო. და იქ მთელი რიგი პროცესებია. მაგრამ ეხლა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ხო, კარგი, ეს გასაგებია, ადამიანებს დავეხმარე, მაგრამ მე სად ვარ და ეს ყველაფერი არ ვარ ჯერ მზად იმისთვის, რომ მე არ ვიყო იქ. შენ ხარ იქ. შენ ჩნდები სამყაროს ეპიცენტრში. რას ნიშნავს სამყაროს ეპიცენტრი? შენ გეძლევა ჯანმრთელობა, გეძლევა ნებისყოფა. ყველაფერი, რაცაც გინდა აკეთებ, თავისუფლება გეძლევა. გინდა რამეს თავი დაანებო, ან რაღაცაზე მიჯაჭვულობ, თავისუფლად ყოველგვარი წვალების გარეშე. გინდა რომ სუფთად იკვებო, იკვებები სუფთად, არანაირი შეფერხება არ გაქვს, იმიტომ რომ კავშირი გაქვს მაღალ ენერგიასთან. აღსრულებაზე უკვე აღარაფერს ვამბობ. შენი სიტყვა უკვე ისეთი ძალის არის, რომ ძალიან სერიოზულ რაღაცებს აკეთებს. გარეთ რო გადიხარ, სამყარო იცვლება თქვენს ირგვლივ, იმიტომ რომ ისეთ შუქს ანათებთ, რომ ადამიანებში ღიმილს იწვევთ, გინდა არ გინდათ. და იუმორი და უამრავი რაღაც ხდება. უამრავი სასიამოვნო რაღაც. თვით შემქმნელი ზრუნავს შენზე მაგ დროს. გიცავს, მთელი ჯარია გამოყოფილი შენზე.
მაგრამ თუ ადამიანი მაღალი სულის ენერგიის არის და მის ძალებს იყენებს ცუდად, ნერვიულობებშია, სტრესებშია, ესეთი ადამიანი საშიში ხდება სისტემისთვის. იმიტომ რომ ის ისეთ ფსიქიურ გამონათებებს აკეთებს და მის სიტყვას ისეთი აღსრულების კოეფიციენტი აქვს, იმიტომ რომ სულმა დააგროვა ეს ენერგია და განსხეულებისას, როდესაც დედამიწაზე მოვიდა, მიზანს თუ გადაუხვია სულმა, ის გაყავთ, იმიტომ რომ ის არის საშიში. სხვა ადამიანებისთვის არის საშიში. თუ სიტყვებს არ აკონტროლებს, თუ ფიქრებს არ აკონტროლებს, ძალა რო აქვს მაღალი, მისი ნათქვამი ერთი დაწყევლა ან ცუდი სიტყვის თქმა ისე მოქმედებს ადამიანებზე, რომ უკვე საშიში არის ხვებისთვის და ის გაყავთ და მეორეჯერ თუ რამე გამოგზავნიან. ამიტომ თუ იცით რომ ძალას გძნობთ და ზებუნებრივი რაღაცეებს ხედავთ და გძნობთ, იცოდეთ რომ თქვენი შეცდომა არის საფრთხის მომცველი თქვენთვის. იმიტომ რომ თქვენი შეცდომა გულისხმობს დიდ შეცდომას. ვიღაცის შეცდომა არ გულისხმობს დიდ შეცდომას, იმიტომ რომ იმას არ აქვს აღსრულების დიდი კოეფიციენტი. მაგრამ თქვენ საშიშები უბრალოდ თქვენი თავისთვის კი არ ხართ, სამყაროსთვის კი არ ხართ, დედამიწისთვის კი არ ხართ, თქვენი ოჯახებისთვის ხართ საშიშები, თქვენი მეგობრებისთვის ხართ საშიშები, თქვენი გაბრაზება და თითოეული სიტყვა ცუდის სურვება საშიშები ხართ მათთვის. თუ არ აკონტროლებთ ამას და თუ აკონტროლებთ, თქვენ ხართ მადლი მათთვის, რადგან თქვენი კარგი სიტყვა მათ კურნავს, თქვენი კარგი სურვილი მათ უქმნის რეალობას. ამიტომ ყველაფერს მიუდექით, გონით, გაიაზრეთ რა ხდება. ხალხი მოდის ისეთი ძალებით, რომ ერთი რაღაცას რო იტყვის, მეორე დღეს უსრულდება. ამიტომ უნდა იცოდეთ, ვინ ხართ, რა ძალები გაქვთ, რაზე მოქმედებას ახდენთ სამყაროზე და მიხვდეთ, რომ თქვენ გაქვთ დიდი ძალა და ეს ძალა გამოიყენოთ სწორად. იმისთვის, რომ თქვენი ოჯახები აყვავდეს, იმისთვის, რომ თქვენი საზოგადოება ირგვლივ სადაც ხართ აყვავდეს. ამისთვის ხართ და ამას თუ არ აკეთებთ, როგორც სხეულზე ადამიანს დაავადება აქვს და ის მოსაკვეთია, სხვა გზა რო არ არის, აი ეს პროცესი მიმდინარეობს სამყაროში. სამყარო ხედავს შენ რა ზიანს აყენებ თლიან სტრუქტურას და ცდილობს გაგიყვანოს დედამიწიდან. ამიტომ შეიმეცნეთ, გაიგეთ ვინ ხართ, რა ძალის პატრონები ხართ, რა უნდა ქნათ, სიტყვების კონტროლი დაიწყეთ, ფიქრების კონტროლი. ეხლა დაუბრუნდეთ რაღვიძებას. ყველა ვინც თავში გაიფიქრა, რომ უკვე გაიღვიძა, რა უნდა გააკეთოს. შენ თავში უნდა ჩაიხედო, შენი თავიდან კი არ უნდა შეამოწმო რაღაც, არამედ რეალობაში უნდა შეამოწმო შიგნიდან გარეთ დაკვირვებით. აბა პრაქტიკაში როგორ მუშაობს, ფიზიკაში როგორ მუშაობს, ნეირობიოლოგიაში როგორ მუშაობს, ნამდვილობა უნდა შეამოწმო. შენ უნდა იფიქრო გარეთ, ჭეშმარიტებიდან. რა ხდება ჭეშმარიტებაში, რეალობაში? აწია ადამიანმა ხელი აწია. ადამიანმა თუ ხელი აწია პრაქტიკულად და შენ თავში გაიფიქრე, რომ მან ხელი კი არ აწია, ფეხი აწია, აცდენა გაქვს რეალობასთან. გაღვიძების მთავარი საწყისი ინგრედიენტია ეხლა რასაც მოვყვები. ამის გარეშე გაღვიძება შეუძლებელია. ეს არის საწყისი ინგრედიენტი ვიმეორებ. რა არის გაღვიძება, ხო? გაღვიძება ის არის, რომ შენ უკვე ჭეშმარიტს ხედავ გარეთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის გასუფთავება. შენი შინაგანი არსი უნდა გაასუფთავო. უნდა იყო გულწრფელი. თუ პატარა წვრილმან ტყუილსაც ამბობ, სიმართლე გემალება უკვე. წვრილმანშიც არ უნდა მოიტყო, წვრილმანში განსაკუთრებით. თავარი სწორედ ეს არის, რომ შენ ვერ გაიღვიძებ თუ შენ ვერ ხედავ მუქის პროგრამებს გარეთ. მუქის ნეგატიური პროგრამები რო დაინახო, შენში უნდა იყოს შემოსული ჭეშმარიტი და არა ცრუ. და ცრუ მაშინ შედის ადამიანში, როდესაც ადამიანი წვრილმანებშიც კი იტყუება. და ეხა ცრუ თუა შემოსული შენში რა უნდა დაინახო, ვერ ხედავ. არის ესეთი კანონი სამყაროში, შენ წვრილმან ტყუილებსაც თუ ამბობ, შენ უკვე სიმართლე გემალება. როდესაც შენში ცრუ შემოდის და ამას სანამ არ მიხვდები, ვერ გაიღვიძებ. და წვრილმანშიც რო არ იტყუები, ეს ნაწილი გაგისუფთავდა და შენთვის ცრუ აღარ არის დამალული. თუნდაც ეზოთერიკოსები ავიღოთ, კითხულობენ გამწარებული, კითხულობენ, აი რაღაც შიზოფრენიას გავს ეს მდგომარეობა. ცოდნები არ მისდით. იმდენი დაბინძურებები აქვთ. სიმართლე მისთვის მაინც დამალულია. არ იცის რატო? იმიტოა სიმართლე მისთვის დამალული, რომ წვრილმანებში იტყუება. ეზოთერიკების უმრავლესობა შემეცნებაში თუდებს 10 ენერგიას, საკმარისია ჩადოს გასუფთავებაში 2 ენერგია, რომ მიიღოს 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი შედეგი. მაგრამ ამათაც არ იციან და წიგნებში დებენ ცალკეულად ენერგიას და სისუფთავე არ აქვს. ეს წიგნები უბრალოდ არ შედის შიგნით. გარეთ არის ეს წიგნების ცოდნა. ვერ იყენებს. კოლაბორაციასაც ვერ უკეთებს ამ ყველაფერს. დაბინძურება აქვს დიდი ტყუილს. ამ სამყაროში გამოცხადებულია, რომ ტყუილი არის დიდი სისუსტე. უბრალოდ კი არ გამოაცხადეს, ტექნიკურადაც ასუსტებს ადამიანს და ამიტომა დიდ სისუსტედ მიღებული ცრუ მაღალ იერარქიაში. რადგან წვრილმანშიც რო იტყუები, შენში შემოდის ცრუ, არსი ენერგია ცრუ. მაგალითად, შემიძლია წავიკითხო საბრძოლო ხელოვნებაზე ტონობით წიგნი. ჩემი მტერი თქვა დამემალა და ვერ ვპოულობ. რაც არ უნდა ბრძოლის ის ვიცოდე, თუ
ჩამემალა და ზურგში აღმოჩნდა და ჩამარტყა. როგორ უნდა მოვერიო? ცრუ, როდესაც შედის ადამიანში, რაც არ უნდა განათლებული იყოს და რაც არ უნდა ის ვერ ხედავს ჭეშმარიტს. და გაღვიძების მთავარი ინგრედიენტი არის ის, რომ უნდა დაინახო ჭეშმარიტ და ჭეშმარიტს თუ ვერ ხედავ, რაღა გაღვიძებაზეა საუბარი. როდესაც ადამიანში სიცრუე საერთოდ აღარ არის, წვრილმანიც კი აღარ არის, მაგ დროს ადამიანში შედის ჭეშმარიტი. სხვანაირად ჭეშმარიტი არ შედის. ეხლა თქვენ ფეკალიებში ამოსვრილ ცხოველთან დაწვევით, გვერდით და მოისვენებთ კომფორტულად? ვერა, ხო? ისე ვერ შედის ჭეშმარიტი, თუ ადამიანში მცირე ტყუილებიც კი არის. ჭეშმარიტი იმდენად ჭეშმარიტია, რომ ის ვერ ეგუება ადამიანში მცირე ცრუსაც კი. და როდესაც ადამიანი ასუფთავებს თავის თავიდან ცრუს, მასში უკვე თავისუფლდება ეს ადგილი და შემოდის ჭეშმარიტი და მე უკვე აღარ გჭირდება ამდენი რაღაცეების კითხვა. ყველაფერს ხვდები, რატო რის გამო ხდება. იმიტომ რომ შენში შემოვიდა ჭეშმარიტი. ტყუილის სისუსტე ამოიღეთ, წვრილმანები განსაკუთრებით და თქვენში დაიწყებს შემოსვლას და დაბუდებას ღვთიური ჭეშმარიტი. ეხლა რა შეგვჭირდება ჩვენ ჭეშმარიტის შეშვება ჩვენში? თუნდაც რაღაცაში გაცნობიერება არ გქონდეს, მუქის რომელიმე ხაფანგთან მიმართებაში, ნამდვილი ჭეშმარიტი გვეხმარება ჩვენ იმისთვის, რომ დავინახოთ მახეები, ხაფანგები გარეთ, როდესაც ჩვენში ჭეშმარიტი შემოვა, ჩვენ უკვე ვეღარ გვერევა მუქი. როგორ ერევა სტანდარტულ გაღვიძებულ ბრჭყალებში ადამიანს მუქი. რაღაც სირთულეს წინაშე დადგა და უცებ სასოწარკვეთილების ფონზე აჟღერებს. თან დიდ ემოციას დებს ამაში, რადგან სირთულის წინაშე დგას და აჟღერებს შემდეგ ფრაზას. ოღონდ ეხლა ეს ამისრულდეს და ყველაფერს მოგცემ. რას ლაპარაკობ შენ? ყველაფერს მომცემ, რო აგისრულო? თუ ენერგიებში ხარ და ჩასაფრებული ყავს მუქი, ელოდება სადმე სიტყვაში რო დაუშვა შეცდომა. მაშინვე გამოეხმაურება შენს ესე თქვათ განთქმას. ოღონდ ეს ამისრულდეს და ყველაფერს მოგცემ, ეს არის გახსნილი კონტრაქტი, რომლითაც შეუძლია წაიღოს შვილის ჯანმრთელობა, ყველაფერი საერთოდ გაგზარცვას. ეხლა როგორ ხდება ამ კონტრაქტის დადება? უცებ თავში გიჩნდება აზრი ამ პრობლემიდან როგორ უნდა გამოხვიდე. დაიდო გახსნილი კონტრაქტი. მაგრამ თუ ადამიანში ჭეშმარიტია სუფთა შესული და არ იტყუება და წვრილმანებშიც კი და გასუფთავებულია, მას შინაგანი ჭეშმარიტი ეუბნება, რომ შენ ესეთი სიტყვები არ თქვა. ჭეშმარიტი ჩვენი გზამკვლევია, კომპასია. ვეღარაფერი ვეღარ გემალებათ და დაცული ხართ. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ტყუილების ართმას წვრილმანებშიც კი. რამდენიმესაც რო იტყვის ჭეშმარიტი გარბის იქიდან ვერ ჩერდება, ყროლდება შიგნით და ვერ ჩერდება. როგორც კი თქვენ თავში გაჩნდა აზრი და გაფიქრება, სიტყვა გაღვიძება რა არის და უკვე მიხვდი რომ უნდა დაიწყოს შენს თავში რაღაც ცვლილებების კეთება, ამას აკეთებს ენერგიის რაოდენობა. და ეს ენერგია არის შუქურასავით მუქებისთვის. თქვენზე უკვე იწყება ნადირობა. იქ გახვალთ ნუმეროლოგიაზე და დაიწყებთ შესწავლას, იმიტომ რომ ყველა გეუბნებათ, რომ ნუმეროლოგია, ეს გახსენი, კითხაობა, იქ ტარო, ეს ყველაფერი. გაღვიძებულთა ძალიან დაბალი პროცენტი იღვიძებს ნამდვილად, იმიტომ რომ დანარჩენები იცხრილებიან ტაროზე, ამ კითხაობაზე, რიტუალებზე, ან სადმე ლაივში გადართავს, TikTok-ზე და ლაივში დაესწრება რაიმე ლაივ მკითხაობას, ან ლაივ რაღაც რიტუალს და იქ მონაწილეობას იღებს გაუცნობიერებლად. იქ უკვე მის ეგრეგორში ჩაწერა, ან ბლოკები დაუდო, იმიტომ რომ გონია რომ ლაივია და რას მიზამს, ხა ლაივი მე და ვერ ხვდება რომ კვანტურ სამყაროში ცხოვრობს, რას ნიშნავს, რას გიზამს. აუცილებელი არ არის შენს გვერდით იყოს ვინმე. ფიქრის დონის სამყაროში ცხოვრობ. ფიქრის დონეზე რო შეუძლია იმოქმედოს შენზე ადამიანმა. და ლაივში უყურებ რიტუალს. რაც არ უნდა იკითხო და გაღვიძებისკენ ისწრაფო, შენ უკვე დაიბინძურე შენი თავი კავშირი დაამყარე ენერგიებთან, რომლებიც ღუზებივით არის. ამიტომ არის რომ ფსიქოდელიურად კითხულობენ ამდენ წიგნებს და შედეგს ვერ იღებენ თქო. იმათ იმდენი ღუზები აქვს დაკიდებული რომ ვერ ცურავენ სამყაროსულში. იქ რაღაც რიტუალში მიიღო მონად, იქ ვიღაც რუნებით ყურავს ჭყალებში, იქ ვიღაც ტაროზე თამაში გონია, იქ ვიღაც ჰოროსკოპზეა შევჯდარი, გამოდიხარ დილით და ვიღაც გეუბნება, თან ვინ გეუბნება. გამოვა და იტყვის რომ ლომებო ან მერწყულობა დღეს ცუდი დღე გაქვს და მილიონობით ადამიანი გამოდის დილით და ცუდ განწყობაზეა და საერთო ფსიქიური ენერგიის გამოსხივებას აკეთებს სინქრონულად ეს მილიონი ადამიანი ერთდროულად, იმიტომ რომ ერთმა უთხრა დღეს ცუდი დღე გექნება და საერთო ფსიქიური გამოსხივება ყველა ერთდროულად სინქრონულად რო ასხიოს, მილიონობით ადამიანის ერთობლივად ერთ დღეს წარმოქმნილი საერთო ენერგია გაერთიანებული და ეხა ვიღაცას შეიძლება 100 ენერგია აქვს, ვიღაცას 20 და ვიღაცას 200,000 და ეხა ამ 200,000 ენერგიის მქონე ადამიანს თუ იჯერებს ამ ჰოროსკოპს, ეს ყველაფერი ურტყამს ადამიანებს ირგვლივ და დედამიწასაც. მე ეს გამოტყორცნილი ენერგია ღრუბელი დგას ქალაქში. დგას, როგორც ღრუბელი წარმოიდგინეთ ქუჩაზე მიდიხარ და ღრუბელია. ვიღაც 200,000 ნატიფ ენერგიით მქონე ადამიანმა, რომელმაც გამოასხივა ნეგატივი, იმიტომ რომ უთხრეს რომ დღეს უდიდღე გექნება, დატოვა დიდი ღრუბელი
მფარველი 20 მეტრი 20 მეტრზე როგორც ჰაერი გააფუჭო და ესე აბინძურებს ეს ხალხი დედაქალაქ მე უკვე გაივლის იმ ქუჩაზე იმ ღრუბელში ვიღაც არაფერში დავნაშავე ადამიანი და უცებ მოდის ცუდი ხასიათი უცებ ცუდად გზნობს თავს ენერგიობას გზნობს და ფიქრობს რა მოხდა რა და მემართა რატო მოხდა მე გაუბუჭდა ამასაც ხასიათი მე ამანაც ააფეთქა ნეგატიური ენერგია ეს ახალი რამდენად დიდი ენერგიის ფლობელია კიდე არავინ არ იცის და ესე ვრცელდება ვირუსივით მე ახლა გიხსნით დაბინძურების ერთ პატარა წახნაგს რასაც გვიშვებია ეს სისტემური სისტემა. ამიტომ თქვენი ძალები არ გამოაყენებინოთ. არც ჰოროსკოპს, არც ნუმეროლოგიას, არც ტაროტს, არც არაფერს არ გამოაყენებინოთ. თქვენი ენერგია თორე ან გაგიყვანენ დედამიწიდან, ან მუქები გამოგიყენებენ, სანამ გაგიყვანს სამყაროს სისტემა. ეს ყველაფერი იმისთვის არის, რომ დაგეკიდოთ ხუზები და ვერ იცუროთ ღვთიურ ველში. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ გაიღვიძეთ, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თქვენ გაიღვიძეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექნიკურად თქვენ გიდევთ შიგნით განძი ენერგია და როდესაც მილიარდელი ხარ და მილიონერი ხარ რა უნდა გააკეთო თქვენი განძი უნდა დაიცვათ უნდა გქონდეს სეიფი სადაც ეს შენი რესურსები გექნება დაცული ეს რესურსები დაცული ახლა როგორ უნდა გქონდეს ადამიანს სეიფს ხო ვერ ჩაიყენებს შიგნით სწორედ ეს სეიფი არის ის რომ ხართ ფრთხილი და არ შედიხართ გარე ენერგიებთან კომუნიკაციაში შედიხართ ღვთიურ თქვენს ნამდვილ შიდა ენერგიებთან თქვენ ხართ ნამდვილი ძალა ღვთის შექმნილი ნაწილი ხართ დანარჩენი ყველა გარე იმისთვის არის მოგონილი რომ თქვენი განძი მოიპაროს ანუ თქვენ განძი რო არ დაკარგოთ სიყვარულში კი არ უნდა იყოთ ბრჭყალებში და მე სიყვარულში ვარ არაფერი არ მაინტერესებს რაღაც აბსურდულ სიყვარულში რომელსაც ყველა წაართვებს ენერგიას აი ახლა მოდი ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან თურქეთში არის ქალაქი სიდე სადაც რომ შეხვალთ არის უძველესი ამფითეატრები, უძველესი ბერძნული ნაგებობები 20,000 ადამიანი ეტევოდა ერთდროულად კოლიზიუმში, რაც სიდეში არის. ქალაქის მოსახლეობა ცხოვრობდა განსხრომით სახლები რო ნახოთ ძალიან მდიდრული და ძალიან ის და რა დაემართათ. მოვარდა არაბთა ურდო უცებ და დაკარგეს ყველაფერი უცებ. საუკუნეები რაც აშენეს და ქმნეს, დაკარგეს უცებ. რატო? იმიტომ რომ ისინიც მაგ მდგომარეობაში იყვნენ. ბრჭყალებში სიყვარულის მდგომარეობაში. მოდუნდნენ, დაავიწყდათ საცხოვრობდნენ. კომფორტმა დაავიწყა საცხოვრობდნენ და მოვარდა ურდო და ყველაფერი დაკარგეს. რისი თქმა მინდა? როგორც იმ ქალაქს დაემართა, ისე სჭირთ დღეს ადამიანებს. ბრჭყალებში ვინც სიყვარულშია. მე მოდის უკები და ესეთებზე ნადირობენ წამებში. წკაპ მოატყულა რიტუალში გააყოფინეთ თავი. წკაპ მოატყუა, წკაპ და ამდენი ნაგროვები, ნასუქები ენერგია, წკაპ დაკარგა. იმიტომ რომ სწორედ ამას გასწავლიან, რომ უნდა იყო მარტო სიყვარულში. იმიტომ გასწავლიან რომ მოსუქდეთ კარგად და არ გქონდეთ თავდაცვა. იესომ რა გააკეთა. სიყვარულში იყო იესო აბსოლუტურში, მაგრამ მეორე მხარეც ჰქონდა თავდაცვის მექანიზმები. პირდაპირ შევარდა მტერთან სიყვარულის მოქმედებებით. ის კი არა რომ ცალკე გავიდა თავის და მე სიყვარულში ვარ და ესა. აი ეს არის ნამდვილი რომ შენ უნდა იცოდე ვინ არის და როგორ იმოქმედო იქ სიყვარულიც უნდა გქონდეს და თავდაცვაც უნდა გქონდეს. ეს ორი არის შენი საყრდენი. სიყვარული და თავდაცვა ამ სისტემაში. მერე ზემოთ ეხა ღვთის სამყაროში ეგ აღარ გჭირდება თავდაცვა, იმიტომ რომ იქ სხვა სუბსტანცია მაგრამ მიწაზე ცხოვრობ, საგამოცდო პლანეტაზე ცხოვრობ, სადაც გამოცდა უნდა ჩააბარო. ამიტომ თავდაცვა არის ის მექანიზმი, რომელიც გეხმარებათ გაიღვიძოთ ბოლომდე. თავდაცვა რომ გქონდეთ, თქვენში უნდა შეუშვათ ჭეშმარიტი სისუფთავე და ეს არის თავდაცვა. და ჭეშმარიტ და სისუფთავეს მოყვება უკვე სწორი შემეცნება. თქვენ რო შეხვალთ რომელიმე კოუჩთან და მოусმენთ, თქვენში ჭეშმარიტი რო იქნება შესული, სულ რო განათლება არ გქონდეთ. თქვენ მიხვდებით ის რას ამბობს. სად არის იმაში ტყუილი, სად არის ნამდვილი. ნამდვილი დაინახე, ამოიღე ნამდვილი. ცრუ გადააგდე. შეხვედი მე მეორის მოусმინეთ, არ რაღაც წაიკითხე, აიღეს ჭეშმარიტი, გადააგდე ცრუ. ესე იგი რა გამოდის ჭეშმარიტი, გამოდის ფილტრი. სუფთა წყალს სვამ შემეცნების სახით. გადააგდე ცრუ, დალია, იმიტომ რომ დღეს რა ხდება? დღეს არის შხამი შერეული ცოდნაში. დევს ნახევარი, შხამი ნახევარი სიმართლე. სიმართლე იმიტომ დევს რომ არ შეჭამ იმ ცრუს. და შენ რაც არ უნდა მილიარდი წიგნი იკითხო, ვერ დაგეხმარება ეს. იმიტომ ვერ დაგეხმარება, რომ ჭეშმარიტი აკეთებს მხოლოდ ამის დანახვას. ვერ იყიდი ჭეშმარიტს წიგნების კითხვით. ჭეშმარიტი შეგიძლია მოიწვიოს სუფთა ჭურჭელით. შენი დამცველობითი ფარია ჭეშმარიტი. ამიტომ საბაზისო საწყისი წერტილი არის შემეცნებამდე ჭეშმარიტის შეშვება შენში და ჭეშმარიტი რო შეუშვა შენში, უნდა გასუფთავდე და უნდა გასუფთავდე იმით, რომ წვრილმანებშიც არ უნდა მოიტყუო. და მე უკვე იწყებ ამ სამყაროს შემეცნებას დაკვირვების შედეგად.
ამიტომ ყველას გირჩევთ სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. რაც ვისაუბრე, ის ყველაფერი ეს პროცესი გაუშვებს შენში სულიერ ინფორმაციულ ეგზორციზმს. და შენი საწყისი ცნობიერში სტრუქტურები დაიწყებს სულიერ და ღვთიურ ნამდვილ მუშა მდგომარეობაში ჩადგომას, რომელიც მოგცემს იმ შედეგს, რა შედეგისთვის იღრწვი ამდენი წვალებით და არ გჭირდება ამდენი წვალება, უბრალოდ რაღაცა გააკეთე მოქმედებით. ელემენტარული საერთოდ არ მოიტყუო. ნუ იქნები ესეთი სუსტი. შემოვა შენში ჭეშმარიტი და მერე ვეღარ მოგერევა ვერაფერი, იმიტომ რომ ჭეშმარიტი თუ არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებს, სულ რო წიგნები იკითხო, თელი ცხოვრება ვერაფერს ვერ იზამ. ამიტომ იყავით ჭეშმარიტში და მოგეცემათ ჭეშმარიტი ყველაფერზე, ყველაზე და თქვენ იქნებით ჭეშმარიტი. თქვენ გახდებით ის ჭეშმარიტი, რომელ ჭეშმარიტსაც კითხულობთ სხვის წიგნებში და ეს მოგცემთ თქვენი სულის მთავარი გეგმის აღსრულების მექანიზმს. ამიტომ ყველას გისურვებთ ჭეშმარიტით ჭეშმარიტში ყოფნას.